ხო და რა არის ძალიან საინტერესო რომ ეს იყო ადამიანი რომელიც როგორც მოგახსენეთ საოცრად დიდარი იყო მაგრამ ეს ყველაფერი მთლიანად შეწირა უფალს და შემდეგ აი მოგზაურობისას აი გამოჩნდა აი სწორედ ეს უფლის აღთქმა რომელიც ამბობს რომ რომელმან დაუტევოს გინდა დედა გინდა მამა გინდა შვილი, გინდა სახლი, ჩემი სახელისთვის აქვე დედამიწაზე ასწილად მიიღებს და ეს იყო სწორედ აი პავლინა იყო ამისი საოცარი მაგალითი. ესე იგი, ყველა მიცოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან დატოვა სამეფო თავისი წარმომავლობა და ეს სამეფო წარმომავლობა რომში იცოდნენ ფაქტურად მისი და აი ამ დატოვებით გაიგო მთელმა მსოფლიომ შეიძლება ითქვას, სადაც მიდიოდა ყველგან საოცარი იცოდნენ, ვინ აი პაულა ჩამოდის. და ნუ იქ რა თქმა უნდა ეხა კვიპროსზე გაიარეს და კვიპროსზე ეპიფანე თვითონ დახვდა ნაპირზე და ეპიფანემ ეს 3 წლის წინანდელი სტუმართ მასპინძლობა პაულას სტუმართ მოყარეობა რაღაც ესე ერქვა ხო და ეს პაულას სტუმართ მოყარეობა ისეთი იყო რომ ეპიფანემ თვითონ დახვდა მაგრამ შემდეგ უკვე როდესაც ის მიდიოდა სადაც მიდიოდა მაგალითად იერუსალიმში ჩავიდა რომის პროკონსული დახვდა თვითონ გამოუგზავნა თავისი ესკორტი და შესთავაზა საუკეთესო სასახლე რაც არსებობდა სადაც მიდიოდა იქ ყოველთვის პირველი პირი ხდებოდა ესე რომ ვთქვათ ეპისკოპოსი ან აი რომ გებულობდნენ რომ მოდის პაულა იმდენად პატრისაცემი ქალბატონი იყო რომ აი ოღონდ ეთქვა რაიმე პაულას აი რა უნდა აუცილებლად ყველაფერი იმ წუთშივე სრულდებოდა ამიტომ იყო განსაკუთრებული მოვლენა ამ პაულას მოგზაურობაც მაგალითად იერუსალიმში რო ჩავიდა და უბედნიერესი ადამიანი იყო როდესაც უფლის საფლავი ნახა პირველად და ეს უფლის საფლავი არ იყო დახურული მაშინ ანუ ესე იგი პირდაპირ როგორც აღმოაჩინა დედოფალმა ელენემ დაახლოებით იმ მდგომარეობაში იყო ეხლა სხვანაირად არის იქ და შევიდა უფლის საფლავი მოინახულა ასაკუთრებით მისთვის იყო მნიშვნელოვანი ბეთლემი და მოინახულა ბეთლემი და შემდეგ წავიდა ეგვიპტეში, ალექსანდრიაში პირველ რიგში, თებეში და მას ძალიან ეჩქარებოდა რომ მოენახულებინა ეგვიპტელი მამები და განსაკუთრებით ნიტრიისთან რა თქმა უნდა პირველ რიგში მაკარი დიდის ნახვა მაშინ უკვე ის პერიოდი იყო მაკარი იყო ცოცხალი და მაკარი დიდმა მიიღო პაულა თავის სენაკში ნუ გამოქვაბულში ცხოვრობდა ეს მაკარი და წარმოიდგინეთ ესე იგი რამდენიმე საათი მრავალი საათი ჰქონდათ მათ საუბარი საფრთხო წერილზე მოღვაწეობაზე და ეს იყო პაულას ოცნება რომ მაკარიც გაეცნო და შემდეგ აი რომ დამთავრდა ეს შეხვედრა თქვა რომ ეხა სასწრაფოდ ძალიან მომენატრა ბეთლემი და სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდნენ ესენი ბეთლემში